მეზო ბიჭებმა წონები ჩააბარეს ხან ხო? ვინიატოვი ხოძე ყავს. აჰა დაფიქსი. ეხა წავალთ დავისვენებთ. ჩავაბარეთ. ეხა წავალთ. დავისვენებთ. დაიძინე ბიჭო. დაისვენებენ. და 4 საათზეა ბრძოლები. 4 საათზე აქ იქნებით უკვე დაგემულდებით. სადაა ბიჭო? ეგარი ხალხო ბრძოლის დროც მოახლოვდა ლელა ეხა. ბიჭო მივდივარ რა ხოვაზე ხარ ხალხია? დარბაზთან შევიკრიბებით და წავალთ ყველა ერთად. რამდენიმე იქ მოვლენ, ნუ ბევრი ვიქნებით, გულში მაგირების ბევრი ყავს. კაი ბრძოლები იქნება მოკლედ რა. დავალოდოთ ყველაფერს. რატო როგორი მოწესრიგებულია, თავის დროზე ადგილზეა მოსული. მოწესრიგებული გიყია. რატო? გიგა. მე გამოვირიდე. განწყობა აქ სერიოზულად. გიუ. როგორ ხასიათზე არიან ბიჭები და შენაში უაში ხარ ვაში. წყალი წავედი ხალხო მე ეხა წყალი უნდა მოვიტანო. თემაშია ომარი შაბა ვაიმე ამზადებს სპორტი ბიჭებს რა ოქნათ თემაში ვარ რაგე დასვენების ვარიანტია დასვენება ბიჭი გამოხიზდეს რა ცოტა რა ჭკუას მოეგოს რა ბოლოს ჩხუბი გასაგებია და ძილობა უპირველეს სკოლისა დაითვალისწინე ძვირფასო მაყურებლებო პირდაპირ გამა ჰოლიდან აპლოდისმენტები თუ შეიძლება გავახუროთ დარბაზი გავდივართ გამანა Καλώς μαθαίνω από την Τάρμονικεν μის მეტოქის ომარ ბინიატოვი. გავედით გამანა. შავი კუთხე კლუბი Lord Striking-ი ომარ ბინიატოვი აპლოდისმენტები ბიჭებს მადლობა ყურადღებისთვის წარმატებები მებრძოლებს პირველი რაუნდი ფაით
ისუნთქე. მაჩვენა. კელი აიფარა. ისუნთქე. პირი ნუ გაკეთილი ისუნთქე. აი დაიწყო. შემოგადი. ორი პიტაპირი ტაში შედი. დავაი, ახლოში. უდარი. ისუნთქე ხელები აწევა. დაიხარო. ვიდეო აბა. შენზე დაგლილია, დავაი. კაი ბიჭი. დიდი ბალანები აბა. ბალანები ახლა ცოტა. კლიჩი შეგილია, ომარ, კლიჩი შეგილია. აი ბარე. კლიჩი ომარ, ათიწამი. ხელი აიფარე ომარ. აიფარე ხელი. გაუხნევთ აპლოდისმენტებით ბიჭები, თუ შეიძლება. მესამე რაუნდი. ჰაი. დიმა ბოლო რაუნდი. ომარ, ბოლო რაუნდი. ლია, შე. აი სტა. აპერკოტი. აი. შენი რაუნდი, მადის მაგარი ვიდი გაჩება. ომარ, ერთი წუთი რჩება, მედიანი. ჰაი. შენ დაიწყე მან. სამებია ომარ, დაიწყე. აი ხა, კანზე ემუშავე. აი. აპერკოტი პიტაპირი ვიდა. აი ეგრე. ეხა ვუწი. სამებია ომარ, 30 წუთი. ომარ ხელი აი. შენ, ომარ, ჩადე ყველა. ერთი ორი გადივ. აი ეგრე. ვერზე გადივ. აი. კიდე შენ. ონა როცა წამიდა. არის. აი. მინუს ერთი ქულა. კუთეში. მოეცა, ურამკეცი. Applaudissements, televisions!
ქალბატონებო და ბატონებო, შეგახსენებთ რომ ეს ბრძოლა ჩატარდა 53 კილოგრამ წონის კატეგორიაში და მსაჯების გადაწყვეტილებით ეს ბრძოლა დასრულდა ფრით. აპლოდისმენტები მებრძოლებს. და წარმატებებს უსურვებთ ბიჭებს. ძალიან კარგი ბრძოლა გვაჩვენეს. თემაში ვარ. დატაიცვეს კენტუსებს. აი შლემის მოიხო და შერაშუაში რა ბიჭო. მე თავში. ჩვენის მან მოიგებს ავობში ყველა მოიგებს. იასრა ყველა მოიგებს თემაში ვარ. ის დიდი ხوارა. ახლა კი წარმოგიდგენთ მის მეტოქეს ტატო ჯულაკიძე. ბატონებო, წარმოგიდგენთ პირველ მებრძოლს. ჩემგან ხელმარცხნივ კლუბი Warriors. გიორგი ელ სკორპიონ იაკობიშვილი. ახლა კი წარმოგიდგენთ მის მეტოქეს ჩემგან ხელმარჯვნივ შავი კუთხე. ქალბატონო ბატონებო, ეს მებრძოლი გახლავთ კლუბ Lord Striking. წარმატებები მებრძოლებს. პირველი რაუნდი. ჰაი! Bravo, ძალიან მაგარი ბრძოლა. ოჩა ბიჭებს.
აპლოდისმენტები ვიწევს თუ შეიძლება.
ახლა კი შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა ჩატარდა 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მსაჯების ოფიციალური გადაწყვეტილებით ეს ბრძოლა დასრულდა ბრედ. აპლოდისმენტები ბიჭებს. მის მეტოქეს საბა ფირცხელაშვილი I'm a major key. I am the one at the two with the three. Get on my level if you wanna be better than ever. I got what I need. Pushing the limit, that's how it's gonna be. I promise I won't take it easy. It's only right that I come with that greasy. It's only right that I give him that pressure. Just watch, you don't have to believe me. I'ma do my thing. Watch me do my thing. I'ma do my thing. I did not come to play. I ain't got no limit. Yeah, that's right. Yeah, I'm limitless. I ain't got no limit. Yeah, that's right. Yeah, I'm limitless. They can't stop me. I turn right now. Watch me work. Yeah, I'm limitless. I ain't got no limit. Yeah, that's right. Yeah, I'm limitless. შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა გაიმართება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემგან ხელმარცხნივ თეთრი კუთხე ეს მებრძოლი გახლავთ კლუბ არწივიდან. გაბატონებო ნიგა ადუაშვილი. ახლა კი გაგაცნოთ მის მეტოქეს. ჩემგან ხელმარცხნივ შავი კუთხე ეს მებრძოლი გახლავთ ლორდ სტრაიკინგ კლუბიდან. Armatebebe BJs. Know what I want and I'm really ahead. Know what it takes to be one of the best. Watch how I move, yeah, I'm limitless, yeah. I'ma do my thing. Watch me do my thing. I'ma do my thing. Doda. ნიკა ადულაშვილი და საფრთხეაშვილი როგორც აგრესიული შემტევად იწყებენ. კარგი დარტყმა არ გასულა ჯერ, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციაზე მომავალი მებრძოლები ადრე თუ გვიან ნამდვილად გავა. ფირცხელაშვილის სიმაღლე ცოტა უფრო მაღალია, ადუაშვილი უფრო ფარფლავის. ორივე თავისი უპირატესობა უნდა გამოიყენოს, აი ცოტა ხნის წინ ადუაშვილმა ჩაუსვა კარგი ჯები. ხალხის ფირცხელაშვილმა ჩაუსვა ჯები ადუაშვილს. აქტიურად მე მგონი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა რაუნდში. კარგად იცავს თავს ორივე მებრძოლი. დისტანცია ოვერჰენდი გაატარა ისე. გაუტარა მოწინააღმდეგის ფირცხელაშვილი. მებრძოლი რომელიც დისტანციას ეკავდა, დისტანციაზე ჯობნის, ამ მებრძოლს მithავს და ამ რაუნდში ეს ფირცხელაშვილი. აქტიურად. განაფეხზე იბრძვის ადუაშვილი. აი ეს თემები სტანდარტიანი კომბინაცია ადუაშვილს. განაფეხზე დგას ადუაშვილი, ფირცხელაშვილს აძლევ შეტევის საშუალება და ხან გამძლეა რომ უფრო მაღალია ფირცხელაშვილი, რა თქმა უნდა უპირატესობა მას აქვს. გარდა ამ მომენტისა, სადაც ადუაშვილმა ზურგი აიღო და კარგი დარტყმები გაუტარა. იქნება თუ არა საკმარისი ეს ბოლო წამის შეტევა.
მე-6 წუთის მეორე რაუნდი დაიწყება ეხლა. ადუაშვილმა რაღაც უნდა შეცვალოს. მაგრამ დაბალია ის უწინააღმდეგეზე უკან სიარული არ გამოადგება. აი ხა გავიდა უკი. დისტანციის შემოწმება, ტაიმინგის გაგება, ერთმანეთს ტაიმის იგებენ, კარგი ჯეპი, დაბლოკვა ადუაშვილმა. კარგი შეტევა, ფიცხაშვილ თავს სიმაღლეზე მოიყენდა მშვენიერი ჰუკი ტანში ადუაშვილისგან. კომბინაცია იყო ტანში ჰუკიან, შეიძლება იყოს აპერკოტი და ოვერჰენდი. ძალიან καλή კომბინაცია იყო. კარგი მარჯვენა და თითქმის ნოკდაუნში გაუშვა ადუაშვილი. თითქმის ნოკდაუნი იყო ეს. განაცალკევა შენიშვნა სპეციალიზოს. გამასწესებით რა თქმა უნდა სხვა იქნებოდა და უკვე ჩეხაობა მიდის შეტევა ფიცხაშვილისგან იქნაცირებს რა თქმა უნდა პროს მაგრამ ბევრად ძლიერებს და ზუსტებს უტარებს ადუაშვილს თავი ვაის იმით ჩანს რომ თავი უვარდება ზუსტად ასე ტანში კომბინაცია ბრძოლა მიყავს ავია აი ისევ ის ჰუკი ტანში ოვერჰენდი თავში მშვენიერია ძალიან ადუაშვილს მაინც აგრძელებს ადუაშვილი უკასიაოს მისის უშენება მეორე მაგალითად მუშაობა ურჩევნია კონტრშეტევაზე მუშაობა ურჩევნია მაგრამ ჯერჯერობით ეს სტრატეგია წარმატებული არ არის სავარაუდოდ მოწინააღმდეგის სიმაღლის გამო მეორეები შვენიერი კომბინაცია ჯები ეს ტანში ჰუკი ოვერჰენდი ძალიან ლამაზი იყო და ეს ის მომენტია სადაც პირველად იგრძნო სერიოზული ზიანი ადუაშვილმა ფირცხელაშვილისგან და ჰაიერში აწია მოწინააღმდეგე ამის გამო გააფრთხილა რეფერიმ ადუაშვილი აი კიდე რამდენიმე კომბინაცია 1-2 და ფაქტიურად მოკლე აპერკოტი გაუშვა ფირცხელაშვილმა გაუტარა კიდე ადუაშვილს შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი რაუნდი ფირცხელაშვილს მიყავს, თუმცა მეორე რაუნდში ტემპერატურა მოიმატა და იმედია მესამე რაუნდშიც მოიმატოს ტემპერატურას. ეს ბრძოლა მოსაგები აქვს ადუაშვილს. ეს რაუნდი აღწევს ფირცხელაშვილი დისტანციის დაკავებას შორიდან გრძელი დარტყმებით დისტანციის კონტროლს. ძალიან სახიფათო ოვერჰენდი, სპინინგ ბეკვისტი და კიდევ მარჯვენა ხელი დაამატა, რომლისგანაც ორი დარტყმა გაავიდა ფირცხელაშვილს. ძალიან კარგი კომბინაცია იყო. ლამაზი სწრაფი, სამწუხაროდ არც ისე ეფექტური დაზიანება არ ეთხოვა ფირცხელაშვილს. ისევე ტანში ჰუკი მიცევა დისტანციაზე გავიდა ფირცხელაშვილი. ერთი წუთი დარჩა. აქტიურად ცოტა. აქტიურად. პასუხობს. აქტიურად. კომბინაცია ადუაშვილი კარგად იცავს და თვითონ მის მხრიდან შეტევას საერთოდ არ ჩანს. მესმის მესამე რაუნდია შეიძლება დაღლილიც არის. კარგი შეტევა ფირცხელაშვილის ამისი. აღარ ეშინია შესვლა, შედის უბრალოდ დისტანციაზე და იქნებს დარტყმებს. აქ წამო. კარგი კომბინაცია დოშუსგან ბოლოში, მაგრამ ბრძოლა საუდოდ ფირცხელაშვილისკენ გადაიხრება, მაგრამ ბრძოლა ძალიან ლამაზი იყო მით უმეტეს მოყვარულებისთვის.
ახალგაზრდა ბიჭები რა თქმა უნდა ერთმანეთს ჩაუდგნენ ეს არის ჩვენი მომავალი თაობა საქართველოში იქნება ეს კრიუი კიკბოქსინგი მუშტიკრიბი თუ MMA ბიჭები არიან ჩვენი მომავალი ეხლა დიდი მნიშვნელობა აქვს იმის წააგებს და როგორ კარგი პროექტი ჩვენს და უკვე ჩანს ამ ორ ადამიანში კარგი პერსპექტივა Καλώς ბატონებო. ოდი აპლოდისმენტებით გამომხლევთ ბიჭები ძალიან მაგარი ბრძოლა გვაჩვენეს. და ამ საჯების ოფიციალური გადაწყვეტილებით ეს ბრძოლა რომელიც გაიმართა 60 კილოგრამ წონის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა შავი კუთხე საბა ფიცხელაშვილი. წარმოგიდგენთ საბათოდუას მოწინააღმდეგეს ნიკა პაიკიძე. ბატონებო შეგახსენებთ რომ ეს ბრძოლა გაიმართება 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ მებრძოლს. ჩემგან ხელმარცხნივ თეთრი კუთხე ეს მებრძოლი ბრძოლობს კლუბ არწივიდა. თოდუა! ახლა კი წარმოგიდგენთ მის მოწინააღმდეგეს შავი კუთხე ეს მებრძოლი გახლავთ ლორდ სტრაიკინგ კლუბიდან. Καλώς Λίμικα Παΐκιτσε Τάρματεύει ο Ριβέμψους Сакин, захват. Первый раунд. გადავიდით შემდეგ ბრძოლაზეც. ოჰო, ეს ნოკდაუნი იყო. თუას თითქოს უფრო მძიმე არის. თითქოს მისი წონითი კატეგორია სხვა არის, უფრო მაღლა არის. უფრო დიდი ჩანს, უფრო დიდი კუნთის მასა ეტყობა და მოქნევებშიც მე მგონი ეტყობა, თუმცა პაიკიძე არ აკლებს შეტევებით, სუეგ არის შეტევაზე წინ მიდის მხოლოდ დარტყმები უკან არიხევს. ეს შვენიერი იყო კლინჩი და ოვერჰენდი რო გამოდიხარ, ძალიან კარგი რაღაც გააკეთა ეხა თოდუამ. დისტანცია ცოტა შექმნა გამოსვლისას კლინჩი და ოვერჰენდის. უკვე მოწინააღმდეგე რო იჭიდებოდა. ის ბამშად ხელი არ ქონდა აწევდა თავი დაიცვა. შეწყდა პაიკიძეს შეტევები და უკვე თოდუა იწყებს მე მგონი რინგის კონტროლს და არა მაინც პაიკიძე გადადის შეტევებზე. ძალიან კარგი ორი დარტყმა გაუბრუნა ეხა თოდუამ. ჰუკი და მარჯვენა ჰუკი წელი. კიდე მარჯვენა ხელი აპერკოტი. მეორე ნომრით კი ბატონო ეს ნოკდაუნია. მეორე ნომრად მუშაობს თოდუა, მაგრამ აშკარა წარმატებიც მიყავს ბრძოლა. პაიკიძემ შეიძლება დაღალაკიდეს თავის თავი და ეხლა უკვე თვალის პრობლემით არის კუთხეში. აპლოდისმენტებით გავახმევთ ბრძოლები თუ შეიძლება. საბა თოდუას მშვენიერ გამარჯვებას ძალიან სწორად სტრატეგია. აპლოდისმენტები ბიჭებს.
ალბათონო ბატონებო, წარმოგიდგენთ მის მეტოქეს გიორგი მეზურნიშვილი. ბატონებო, შეგახსენეთ ეს ბრძოლა გაიმართება 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ მებრძოლს, ჩემგან ხელმარცხნივ თეთრი კუთხე, ეს მებრძოლი იბრძვის კლუბ არწივიდან. ემილ ალიევი. ახლა კი წარმოგიდგენთ მის მეტოქეს, შავი კუთხე, ეს მებრძოლი იბრძვის ლორდ სტრაიკერს კლუბიდან. ბატონებო, გიორგი მეზურნიშვილი. წარმატებები ორივე მებრძოლს. მეორე ბრძოლა ახლა დაიწყება. ჩემპიონად ათათმიანი კომბინაცია იდეა გძელებს ალიევის სტილო ჯებით გათვალოს ჯერ დისტანცია, მაგრამ მაგის საშუალებასაც არ აძლევს მეზურნიშვილი ეგრევე overhand დაუბრუნა. გააჩერა გატონი ფაქტიურად. აში ჯები მეზურნიშვილისგან შეიძლება ტანზიც იმუშაოს და ეხლა ალიევის კარგი 1-2-იანი იყო. ჰუკი მეზურნიშვილისგან კონტრჰუკი. ალიევი მეტწილად ცდილობს დისტანციაზე სწორი დაწყვეტილებით ჯები, მარჯვენა პირდაპირ დაწყვეტილებით მუშაობას. ამას კიდე მეზურნიშვილი იყენებს რათა მოხვეული ზემოდან გადაატაროს დარტყმები, ჰუკები და overhand-ები. ელის მოწინააღმდეგეს რათა მოწინა ალიევის შემოტევის დროს მაშინ მოიქნეს overhand-ები და გადაიხარა აიცილა overhand-ი დაუბრუნა. დამორჩა კამერა შეცდომა იყო წინა ბრძოლის ჰაილაიტები გამოვიდა. არა უშავს ეს ბრძოლა გრძელდება კიდე. უფრო აქტიურად უტევს ახლა ალიევი ჯებით შეიგრძნოს ისევე დისტანცია საშუალება თითქოს არ მიცა მოწინააღმდეგემ წინა რაუნდში აქტიურად ნაშელი
ისევ დისტანციაზეა, ელოდება თვითონ შემოტევას, რათა უპასუხოს თვითონაც რეაქციებს, კი ორივე ერთმანეთს რეაქციების კითხულობენ, უნდა რომ წაიკითხონ, ტაიმინგი გამოიცნონ. ჯები დაიცივა მეზონიშვილმა. პირველ რაუნდი არც ისე აქტიურად მიდის როგორც უბრალოდ მეორე რაუნდი არც ისე აქტიურად მიდის როგორც პირველი რაუნდი. ძირითადად არც ერთი მოწინააღმდეგე არ უწევს, მაგრამ ის და დისტანციას აკონტროლებდა ალიევის, სანამ ის ოვერჰენდი არ მოიქნია მეზონიშვილმა და გაარტყა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ჰუკი გაარტყა ალიევს. სწორი შეფასება მე მგონი რომ ვთქვათ, რომ აი კონტრზე მუშაობს, უნდა რომ აი ჯები მოიქნიოს ალიევმა, მაჟნუ გადაიხაროს და დაუბრუნოს სწრაფი ოვერჰენდი ზემოდან. ეს ოვერჰენდი ზუსტად. ეს ოვერჰენდი მშვენიერი ჩასმული ოვერჰენდი, აცილება ოვერჰენდი. კიდე ერთი შეტევის ცდელობა იყო მეზონიშვილისგან. ამ რაუნდში დიდი აქტივობა არ იყო, მაგრამ ეს რაც ვნახეთ, კარგი და ძალიან სწრაფი და ენერგიული დარტყმები იყო. საბოლოო რაუნდზე ამ ბრძოლას შორის და ზუსტად იგივე სცენარი, ჯები და ნაპასუხები ოვერჰენდი მეზონიშვილისგან. კიდევ ერთი მცდელობა. კიდევ ერთი. ზუსტად გამოხდია, მაგრამ მცდელობა იყო. მეზონიშვილი კომბინაციების გაშვება უნდა და მაგრამ აი ესეთ აფიქჩი იყო ალბათ ისეთ აგრესიის სისულად იყო რომ თვითონ დაგაგეწონეს. პასუხებზე მუშაობს ისევ ოვერჰენდი, მარცხენა ჰუკი ოვერჰენდი, მარცხენა ჰუკი ისევ. შეტევებზე სჯის ალიევს. შეტევებისთვის სჯის. კიდევ ერთი მარცხენა ჰუკის კონტრი. დისტანციის კონტროლით ალიევი მარჯვენა უნდა მოახდინოს და იცილებს, გადის დისტანციიდან მეზონიშვილი. აი ესეთი აგრესია და შეტევა აკლდა ეს პერიოდი ალიევს შეუტიოს და კომბინაციები გაუტაროს. რა თქმა უნდა რთულია, მარტივია თქმა და რთულია გაკეთება, რადგან კონტრშეტევით აჩერებს აფეთქებს მეზონიშვილი, მაგრამ ალიევმა ის ზუსტად ის უნდა გააკეთოს. მეტი შეტევა არის რაც აკეთებს. დაუჭიროთ ალან სოლოვეი, სოლოვეი ბაძავს დაუჭიროთ ცენტრში და მიფენგაუთო მეზონიშვილმა. მაგრამ შეტევებისა და აქტიურობიდან გამომდინარე გამარჯვებული სავარაუდოდ გიორგი მეზონიშვილია ამ ბრძოლაში.
საბატონო და ბატონებო, შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა გაიმართა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მესამე რაუნდის შემდეგ გამარჯვებული გახდა შავი კუთხე გიორგი მეზუმიშვილი. ბრავო! წარმატებები მებრძოლებს. თქვი ბიჭებზე ლუკა. ავი, კარგი ბიჭები არიან, კაი ბრძოლები ჩაატარეს. მაინც ჩაქვსი ვიბლოგში, მაინც ჩაქვსია. ნიკა ვიპოვოთ, ნიკა. რა დაგემართა. ებრძოლები ხო შემდეგ ივენცი. ებრძოლები შემდეგ ივენცე? აბა რა. პატარები, მოგეწონათ ჩხუბები ბიჭო? ჰა? შენ როდი ჩხუბ? ხვალე, რა უნდა ქნა? აბა რა. ლუკიტო, შენ როდის უნდა იჩხუბ? აიცი, გინდა ჩხუბი? თუ ჯერ არა. ჯერ არა? რამაზი ემოციებში ხარ, მაგრამ რა სიტყვი ჩხუბებზე რამაზი? ავი, ძალიან კაი შედეგი გადის ბიჭებმა. შემდეგში თუ ხოძე იქნება. გინდა შენ ჩხუბი? მე. ისო რა სიტყვი როგორი ბრძოლები? იზდეს, მაგარი. გაჩხუბო შემდეგზე? ხო არა, მოიხოდე. თავრობირანაც არია. მეც მოყვა. რა საყვარელი არის და სოსი? რას გვეტყვი, შენ რას გვეტყვი? მე ვიტყვი და ასაჭე. ეგრე აი ეს ლომი ჩხუბებს. სიტყვი აა ჩხუბის მე. ამ ჩხუბზე ის ვიტყვი რომ ბექფისტები ვერ ვიტან, აი გამყავს ვერ ვიტან. დაიღალე? მაგარი ვიტყვი. გუშინ 3 საათზე ირბილე მაგის ბრალია. მოვირბილე. მოვიგე. შეჯიბის დღე აქ და ვიდეოს აქ და დარბის გარეთ. სიტყვი ჩხუბის მე რატო? არა, ჩემ თავში ვიცი რომ მოგებული ვარ რა და დანარჩენი არ მოინტერესებს. აი ჩხუბები იყო ძმა. კაი იყო, მალადიც. ბრძოლებს მოვჩით რა, კარგი ბიჭები არიან და რავი სულ წარმატებებს. მე როგორი ვარ? ეს ბიჭი კარგი რო იყოს დღეს იჩხუბებდა. ამან დასი. აი შემდეგში განახი, მაქსიმუმ განახი. სულ კარგები, აბა კარგად იყავით გულები.